ეს არის უბრალოდ სენსორი. იმ შემთხვევაში თუ შენ ეს სენსორი ჩართვის წინ, ვითომ რაღაცა ილუზიები თუ გაქვს იქ როგორც კომენტარებში რჩევები მომწეს, რომ ჯერ ამას დააფარე, მერე ჩართე და რაღაცა, მოდი ერთი წუთი ესე ვთქვათ რა. ამ სათვალის მუღამი ის არის, რომ უცბად შეგიძლია რაღაცის გადაღება, მომენტი რომ დაიჭირო და რაღაცა და შენ თუ ეხლა ესე ტუტორიალების ის დაიწყე, ჯერ ამას მიაფარე, მერე ეს ჩართე და რაღაცა ელემენტარულად ეკარგება ყველაფერი მუღამ. პაპალშომო ვაფშე მაგარი მკიდია, ვინ რას გაიგებს. თუ მინდა გადავიღებ, თუ მითხრა რაღაც შენიშვნა, კი ბატონო, წავშლი. მაგრამ აღნიშნე კიდევაც Instagram-ზეც იმ ვიდეოში, რომ ვაფშე ყველას მაგარი კიდია. ანუ იგებ თუ არ იგებ, ერთადერთი რაღაცა ინტერესი უჩნდებათ, პროსტა შუქი რო ციმციმებს, ვა, სათვალეზე რა პონტია, რატო ციმციმებს შუქი. აი ეგ არის. ჯერ დღემდე რამდენიც გადამიგია ესე ქუჩაში, ან კაფეში შევსულა რაღაცა მიყიდია მაღაზიაში დამიჭერია გადაღება გასატესტად, ვაფშე არავის არ უკითხავს საერთოდ. არამც თუ რატომ მიიღებო, რა არის ესო, ვაფშე ეგეც არ, პროსტა ერთი შეხედვით, всё და მორჩა, ვითომც არაფერი. ანუ ვერც ხვდება ვერავინ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ცუდად უნდა გამოიყენო ეს და რაღაცა მამაძაღლური კადრები გადაიღო ჩუმჩუმად და რაღაცა. არა, პროსტა ხალხი ჩვენ დროში ზოგადად იმდენად მიჩვეულია ამ ყველაფერს, რომ ტელეფონით იგებს ყველა ქუჩაში, მეც რამდენჯერ დავდივარ და აი გოგოები რაღაცას, ბიჭები რაღაცას, ტურისტები ესე დადიან და აი ესე პანორამას რა, მიდიხარ და ეუბნები, რომ წამიშალე ძმაო, მე მანდ რატომ მოხვდიო და რაღაც. ხო კიდია რეალურად. დღევანდელი ჩვენ ცხოვრება სულ ვიდეოა, კამერის გადაღება და არავის ეს მსგავსი რაღაცები ვაფშე არც აინტერესებს უკვე. ანუ იმდენად დაფუძნებული და ჩვენს ესე ვთქვათ იდეოლოგიურად გამყარებული გვაქვს უკვე, რომ ვაფშე ყველას მაგარი კიდია. აქედან გამომდინარე, ვინმეს ეს რაღაცა ისინი თუ გააქვთ, რომ აი იმის გამო არ იყიდოთ, რომ აი ეს დამინახავენ, გადაღებთ, აიკიდეთ ვაფშე. ეს არის, ანუ ძვირად ღირებული სათამაშო, პროსტა აი პირდაპირ აი ესე რო ვთქვათ, თუ ყიდვის ტრაკი გააქვს და საშუალება და საფულე ძალიან ესე არ გიჭრიალებს, მე ამიჭრიალდა ამ სათვალის ყიდვის მერე. კარგად ამიჭრიალდა. ფას მერე გეტყვით, ცოტა გეტკინებათ ფასზე, მაგრამ არა უშავს. უნდა იყიდოთ რა პროსტა, ვინც რაღაცას ქმნით. აი მაგალითად თუ აკეთებ შენ DIY-ს, ან როგორ გავაკეთოთ ეს, ან ფოტოგრაფი ხარ, ან ვიდეოგრაფი ხარ, გინდა რომ რაღაცა აუხსნა ადამიანს, აი ესე, ანუ რაღაცა ანახო, ყველაფერში იყენებ. ანუ თუ რაღაცას ქმნი, რაღაც კონტენტს აკეთებ, ეს სათვალე ესე ვთქვათ must have როჟა არის რა. პროსტა უნდა წახვიდე და იყიდო.